მე მაქვს ესეთი შეკითხვა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. Მთელი თავის საშიშროებებით, უშიშროებებით და რაც არიან გნიდები რა, ყველა აბსოლუტურად რა. თუ თქვენ ინფორმაცია გაქვთ იმისი, რომ მკვლელი ბაჩანა ახალაი არავინ არ დაობს იმაზე, რომ ეს არის ისეთი მკვლელი, რომელზეც უნდა იყოს გამოტანილი სამუდამო პატიმრობა. ესეთი ადამიანები არიან საზოგადოებისთვის საშიში, მთელი მისი გარემოწვით, მაგრამ თქვენი წყალობით ის ადამიანი გარეთ არის, ადამიანი რა ცხოვრობს. და ეხლა ამტკიცებთ იმას და იძახით იმას, რომ თურმე ეს თურმე ქვეყანაში ასეთ აქტებს ახდენს, როგორც არის ბოროტმოქმედული ტერორისტული აქტები და შემდეგ თქვენ ამას უბრალოდ გვიშუქებთ და მანიპულირებთ საზოგადოებაზე. თუ ესეთი ფაქტები ხდება აქამდე ეს კაცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხდება. იმიტომ არა, რომ თქვენ მიყვარხართ და თქვენ საქციელს რამდენად გავაправებ, ან თქვენ სიტყვას ვენდობთ. უბრალოდ თქვენ თუ კრიმინალები არ ხართ, ეს ნაძირალა რატო არის თავისუფალი დღემდე? იმ თემას არ ვეხები, მანამდე რაც ქონდა ჩადენილი დანაშაულები. დღეს მდგომარეობით რატომ არის გარეთ და რას პოზიორობთ ამ საზოგადოების წინაშე, რომ კიდე გინდათ რა უნდა გახდეს ახლა ახალაია რა წმინდანი გახდა სამუდამო პატიმრობის მაგივრად რო 10 წელი ციხეში იჯდა თუ რა მე გეკითხებით თქვენ ის კაცი რატოა კაცი რა ნაბიჭვარი რა ცხოველი რატო არის თავისუფალი გარეთ და რატო ქმნის კიდე საშიშროებას საზოგადოების და თქვენ რატო ეფლირტავებით მაგას და თქვენ არა ხართ ამაში ჩაბმული, თქვენ არა ხართ დამნაშავეები, როდესაც თქვენ ამხელა ფლირტში იმყოფებით კანიბალთან, თქვენ მაგაზე უარესები არა ხართ? თქვენ ახალაიას უახლოესი გარემოცვა არა გყავთ კუდში, კუდელები, სოდელები, პროჭელები, მუცელები, სოცელები, რაც არის. არა გყავთ დასაქმებული დღეს თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა უწყებებში, რა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინც აკყავთ ეხლა ახალაიას ერთ-ერთი მარჯვენა ხელი არ იყო? ესეთ შეკითხვები არის ძალიან ლეგიტიმური. და ნუ ვცდილობთ ახლა თქვენ აი ასეთი უაზრო მანევრით ყველაფერს გამოაბად ისეთი კუდები როგორიც გინდა ვერ გამოაბა. არ არსებობს. მზად ვარ რომ ჩამოგითვალოთ ყველა ის დამნაშავე რომლებიც თქვენ ახალაიას გვერდით ყოფებით დღეს ხელისუფლებაში გიზით და გიზით წარმატებულად. ახლა გაიგეთ რომ ახალაიას კრიმინალური დაჯგუფება უკრაინაში არიან და იქედან შეუძლიათ საქართველოს მოუხდინონ დესტრუქცია. ახლა გაიგეთ? ახალაიას ციხიდან რო უშვებდით. ახალაიას რო ჩადენილ დანაშაულზე რაც აქ რეალობაში ბრალია წარსადგენდა და თქვენ ხელი დააფარეთ არ დაგიფარებიათ რა. ეხლა გაიგეთ? აქამდე არ იცოდი? ახალაია რო ოფიციალური მილიონერია და უცხოეთში ქონებას ფლობს. ეხლა გაიგეთ და არ იცოდით? აქამდე რატო არა აქ ამაზე ბრალი წარდგენილი? თქვენი ეგრეთ წოდებული მინისტრი რო დაიჭერეთ, ბუტერბუტი რო არ უჭამია ჯუანშერას. ახალაიას რატო არა აქ წარდგენილი ბრალი 50 მილიონი რო გაიტანა თავდაცვის სამინისტროდან. მანამდე სანამ ხელისუფლებას დატოვებდა ნაციონალური მოძრაობა. თქვენ ახლა გჯერათ რომ მაგას ნაციონალთან საქმე არ აქვს და კავშირი არ აქვს. რამდენი უძრავი ქონება ევროპაში შეძენილი. ახალაიას დახმარებთ, კრიმინალის დახმარებთ. არაფერს არ ვამბობ სისხლის სამართლისზე დანაშაულებზე, როგორც არის მკვლელობები. რაც ვიცით, იცის საზოგადოება გახმაურებული მკვლელობება. ხო არის ისეთი მკვლელობები, როდესაც ხალხი ქრებოდა საერთოდ. ხო არის უსახელო საფლავები, რომლებშიც ამ ახალაიებს ხელები აქვთ ჩადებული და ფეხები და რა ვიცი რა. აი აქ მოდით და ილაპარაკეთ საზოგადოებასთან ესამდები და არა ზღაპრები. დავიჭერთ ახალაიას, ამას ვიზამთ. არაფრის ტრაკი არა, რომ დაგჭირდება თქვენი პროპაგანდისტვის გააკეთეთ. და თქვენ მაგაზე უარესები ხართ. ახალაიას თემა არ არის ჩვეულებრივი თემა, ეს არის გაღუზებული მკვლელი, სისხლიანი მკვლელი დადის ქუჩაში. მკვლელი, სისხლის მსმელი, სერიული მკვლელი დადის ქუჩაში, თქვენი წყალობით.